მოგესალმებით, მეგობრებო, 6 მაისიდან ოქტომბრის 16-17 რიცხვამდე დაახლოებით პლუტონი არის რეტროგრადული ცაზე, ტრანზიტული პლუტონი მერწყულის ზოდიაქოში 5-4-3, აი ამ გრადუსებში იტრიალებს დაახლოებით ამ მიდამოებში და რა გველის ყველას ეს რეტროგრადულობის ფაზა რას მოითხოვს ყველასგან, განსაკუთრებით ვინ უნდა გაითვალისწინოს მერწყული მატალომება უნდა გაითვალისწინოს ყველაზე მეტად რა თქმა უნდა ეს და თან მერე იუპიტერიც შევა ლომში და ოპოზიციას გააკეთებს ეგრევე როგორც კი შევა მალევე პლუტონთან და ესეც მნიშვნელოვანი ტენდენციების მომტანი იქნება, იმიტომ რომ პლუტონის ასპექტებს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ, როგორც ნათალურ რუკაში, ესე ტრანზიტულ რუკაშიც და ესე ზოგადად ცაზეც. და მოგიყვებით ახლა როგორ მუშაობს რეტროგრადული პლუტონი. საერთოდ პლუტონი ჩვენთან ეს არის ტრანსფორმაციის მატარებელი ენერგია ზოგადად, ხომ და ძალაუფლების ყველაზე მთავარი, აი კონტროლის სურვილი ფსიქოლოგიაში რომ წავიდეთ, ობსესები, კონტროლი მაგალითად, აი გაჭედვა რო ვიცით ხო, ობსესურად რაღაცაზე, დამოკიდებულება, მიჯაჭვულობა, ეს პლუტონური ენერგიები არის. აი აკვიატებამდე რო ვართ, ან ურთიერთობაში მიჯაჭვულობები რო გვახასიათებს მაგალითად, ან შიშები, ობსესური რო გვახასიათებს, ხო აი მას რამე არ დაემართოს, ეს რა არ მოხდეს, ბიზნესი არ ჩამომექცეს, ანუ დაძაბული ემოციები, შიშები და ზოგადად უსაფრთხოებაც, ხო, აი უბედური შემთხვევები მაგალითად, ან უსაფრთხოების სფერო, ეს ყველაფერი ჩვენთან პლუტონი არის. ნუ მორიელისთვის დამახასიათებელი თვისებები არის და მორიელს პლუტონი მართავს. ამიტომ, როდესაც პლუტონი ხდება რეტროგრადული, ჩვენი აი ეს ტენდენციები ძალაუფლების, გავლენების, კონტროლის და ნუ შესაბამისად შიშები საიდან მოდის, რაღაცას რო ვერ ვაკონტროლებ, აქედან მოდის, რაც ჩემზე არ არის, იმის მეშინია, ხო? იმიტომ რომ ეს არის უკვე სურვილი, რომ მაშინ ვარ მშვიდად, როცა მე ყველაფერს ვაკონტროლებ. შესაბამისად, ეს ენერგია უკვე რეტროგრადულ ფაზაში წავიდა. და ნუ ეს რას ნიშნავს საერთოდ? ესე იგი, მაისამდე, 6 მაისამდე, ნუ მანამდე უკვე სტაციონალური ფაზა იყო, ესე ცოტა კიდე თავისებური ენერგია არის, მაგრამ რაც დაიწყო იანვარში დაახლოებით, იანვარი-აპრილის პერიოდში, ხო? აი ის პროცესები, ეს უკვე პრაქტიკულ ასტროლოგიაში უნდა გითხრათ, ჩვეულებრივად მოვლენების კუთხით, თუ რამე იყო, ან პროექტი, ან ემოცია, ან ფსიქოლოგიური რაღაც პატერნებში გავერკვე მაგალითად და დავიწყე ამაზე მუშაობა, ხო? ცხოვრებაში უნდა ჩავრთო ეს პროცესები. აი ამ ფაზაში უკვე ჩერდება ეს პროცესები და თითქოს გადახედვას მოითხოვს, შიგნით ბრუნდება ენერგია. საერთოდ ვისაც ნათალურ რუკაში რეტროგრადული პლუტონი ყავთ, ხო? ისინი უფრო თვითრეფლექსიაზე არიან მიმართულები, ან შიდა ესეთ ენერგიაზე, შიდა ფსიქოლოგიურ ენერგიაზე არიან მიმართულები, ვიდრე გარე ძალაუფლებაზე. ანუ მაგალითად რეტროგრადული პლუტონის მქონე ადამიანები ფიქრობენ, რომ რასაც ვერ ვაკონტროლებ, ოღონდ გარედან კი არა, რომ გარედან რაღაც სერიოზული მქონდეს, ხო, ხელში. აი შინაგანი მიჯაჭვულობებისგან უნდა გავთავისუფლდე და არა გარე ძალაუფლებისგან მაგალითად, ხო? და აი ეს ფაზა შემოდის ახლა უკვე ყველასთვის. ანუ ის რასაც გრძნობენ, ვისაც რეტროგრადული პლუტონი ყავს ნათალურ რუკაში, ახლა ვისაც ვინც ერკვევით ასტროლოგიაში შეგიძლიათ ეს ნახოთ, საიტებზე შეიყვანოთ თქვენი მონაცემები და შეხედავთ როგორი არის, ხო, მაინც თქვენი პლუტონი. და აი ეს ხდება ახლა უკვე ყველასთვის ცოტა გასაგები და აღსაქმელი, ხო? იმიტომ რომ ჩვენთვისაც ახლა მე მაგალითად ჩვეულებრივი დირექტული პლუტონი მყავს და აი ეს პერიოდი არის ის გამოცდა, ის ვიგრძნო, რასაც ხვები გრძნობენ, ვისაც ესეთი რეტრო პლუტონი მყავს, ხო? რას ნიშნავს ახლა შიდა ტრანსფორმაცია? საერთოდ არის შინაგანი ძალაუფლება და გარეგანი ძალაუფლება, ხო? გარეგანი ძალაუფლება ეს ნიშნავს მაგალითად ჩვეულებრივი სტაციონალური პლუტონი, რასაც გვაძლევს, რომ აი მაგ შიდა ძალა უნდა მივაღწიო გარეთ რაღაც გავლენებს მაგალითად, ან ჩემს პროფესიაში მივაღწიო აი რაღაცა ძალიან დიდ სიძლიერეს, ხო? ახლა ბიზნეს მფარველობს მაგალითად
პლუტონი და შეიძლება ბიზნესში იყოს ადამიანი ძალიან წარმატებული, გავლენები ქონდეს, ან პოლიტიკაში იყოს, ახლა პოლიტიკაში პლუტონი არის საჭირო როგორც წესი, იმიტომ რომ უბრალოდ არ გიქ თუ ასპექტირებული არ არის ადამიანის რუკაში პლუტონი, მას არ აინტერესებს ძალაუფლების ტენდენციები, ან უბრალოდ არ შეუძლია გავლენა მოახდინოს მასებზე. მაგრამ თუ არის ასპექტირებული და ჩართული პლუტონი, ეს ერთი კუთხით კარგიც არის რომ მას შეუძლია მასებზე მოახდინოს ზემოქმედება, მაგრამ ასევე მასებსაც შეუძლიათ მასზე მოახდინოს ზემოქმედება. თითქოს ბედი გადაჯაჭვული არის ერთი მეორესე, ხო, სადღაც და ზოგი უძლებს პლუტონურ ენერგიას, ზოგი ვერ უძლებს, ესე ვიცახით ხოლმე, ხო? და აი როცა დგება რეტროგრადულობის ფაზა, აი აქ წელიწადში ერთხელ არის, ნახევარწელი თითქმის რეტროგრადული არის პლუტონი და ამ პერიოდში თუნდაც რომ არ აკვავს რეტროგრადული პლუტონი პირად რუკაში, ხო, გვეძლევა საშუალება აი ეს გარე და შიდა ძალაუფლებები სადღაც დავაბალანსოთ. აი ახლა როდესაც არის კრიზისი სადღაც პერიოდულად ძალაუფლებასთან დაკავშირებით, აი მაგალითად მე ვერ ვაკონტროლებ შეიძლება ჩემი შვილის ჯანმრთელობას, ან მის ცხოვრებას, ან ჩემზე არ არის დამოკიდებული, ხო? შეიძლება მე დამეწყოს შიშები სიტყვაზე, ხო? ახლა მე ყველაზე გავრცელებულ ემოციას გიყვებით, რაც პლუტონს ახასიათებს, თორე ძალიან ბევრნაირი არის ეს. ან შეიძლება დიდი ჯანმრთელობაზე ვნერვიულობდე, ან ჩემ საქმიანობაზე სიტყვაზე ვნერვიულობდე, ან ჩემ ჯანმრთელობაზე, ამ დროს საფუძველი მაინც არაფერი არ მქონდეს, ხო? აი ეს აკვიატებები არის, პლუტონური სიმძაფრე არის სადღაც და სიამოვნებაში რომ ჩავყვეთ, ეს არის კონტროლის დაკარგვის შიში. ანუ კონტროლთან დაკავშირებული პრობლემები აქვს ადამიანს, იმიტომ რომ ესე იგი სადღაც გამოცდილება არ აქვს კარგი, რასაც ვერ აკონტროლებდა, იქ ან ტრავმა მიიღო, ან ისე არ წავიდა მისი ცხოვრება, როგორც მას უნდოდა და შესაბამისად არაცნობიერი ცდილობს ყველაფერი დაიჭიროს, ხო? აი რეტროგრადულობის ფაზა გვაძლევს ამის კარგ შანსს, რომ მოვიპოვოთ შიდა ძალაუფლება, გავუშვათ ის ძველი პატერნები ფსიქოლოგიური, რატო გვაქვს ეს შიშები. გავიხსენოთ მაგალითად, ახლა პლუტონი ყველაზე ღრმა ქვეცნობიერში ჩადის, ეს არის იუნგისეული ჩრდილის ერთ-ერთი გამოხატულება. რომ ამ ჩრდილში და ამ ტრამვაში და ტკივილში უნდა ჩავიდეთ და ყველაზე მეტად პლუტონიანელებს განსაკუთრებით ეშინიათ ღრმა ტკივილის, იმიტომ რომ ესე შეუძლიათ დაფერფლონ თავი ამ ტკივილში და იმაზე მეტად მძაფრად შეხედონ ყველაფერს, ვიდრე სიამდვილეში არის. და აი ამ ფერფლის მერე რომ დადგებიან ფერებზე, მე ხვდებიან ხოლმე რომ რაღაცა არ იყო, თვათ ასეთი მძიმე ეს ყველაფერი როგორც მეგონა, ხო? ან მე ძალიან მძიმედ განვიცადე ეს ყველაფერი, ზოგჯერ ესეც იციან ხოლმე. და აი ზუსტად რეტროგრადულობის ფაზა გვაძლევს კარგ შესაძლებლობას, ეს არის ის პერიოდი ფსიქოთერაპიით აქტიურად, რომ ან დაკავებულები ვიყოთ, თვითრეფლექსიაში უნდა ვიყოთ მაქსიმალურად. შევხედოთ ჩვენ ცხოვრებას, სად არის ჩვენ ხელში რეალური ძალაუფლება. რეალური ძალაუფლება არის, რომ გარემო არის როგორიც არის ისეთი და ჩვენ როგორ რეაგირებთ ამ გარემოზე. სად გვაქვს რეალური ძალაუფლება, რომ ჩვენ ჩვენი ემოციები ვაკონტროლოთ და არაკონტროლი როგორც მოუჭიროთ მაგალითად საკუთარ თავს და დავბლოკოთ, რაც ზოგადად პლუტონს ახასიათებს დაუმშავებელ პლუტონს, ხო, რომ აი მე მინდა ემოციის გამოხატვა, მაგრამ ვაკონტროლებ ჩემ თავს, არ მინდა ვინმეს გავეხსნა მთვარე პლუტონის შემთხვევაში, არ მინდა ვენერას შემთხვევაში, ვინმე ბოლომდე აი გულით შევიყვარო, იმიტომ რომ მე მეშინია მისი ვიტოვების შიში შეიძლება მქონდეს, ანუ ასპექტებში უკვე კარგად იშლება ხოლმე ადამიანის პლუტონის ზონაში, რა ტრამვები აქვს მაგალითად და რა შიშები შეიძლება ქონდეს. და ეს რეტროგრადულობის ფაზა გვაძლევს საშუალებას ჩავიდეთ აი ამ ტკივილებში. ეს ზოგადად ყველას ეხება, აქ აღარ არის იმაზე ჩვენ პირად რუკას ეხება, არ ეხება, ყველასთვის არის ზოგადად ეს და რას ვერ ვუშვებთ ემოციას, მაგალითად, რაც გვიჭერს, ის გვაკონტროლებს, არის ესე ფსიქოლოგიაში. ვიღაცის დაკარგვა თუ ძალიან გვეშინია, იმას შეუძლია манипуლირება მოახდინოს ჩვენზე მაგალითად. რაღაცაზე თუ არ მიჯაჭვული, ის მე მართავს და აქ იკარგება ჩემი ძალაუფლება, აი ჩემი თავისუფალინება, ხო, ესე რომ ვთქვათ. დაახლოებით აი პლუტონური ენერგია რო აგიხსნათ, შევადარებდი ტაროს არკანებში, რომ ეშმაკის არკანი არის და ეს არის დაჭერა
და სიამტირეში ეს დაჭერა არის ობსესური, ეს დაჭერა არის აი რომ გავჭედავთ რაღაცაზე, დამოკიდებული ვხდებით, ხო? ჩვენ ნებით ვაძლევთ აი თვითონ ამ მარკაზეც ეს ხატია ჯაჭვს ჩვენი ხელით ვაძლევთ და გგონიათ რომ დაჭერილები ვართ. აი შეიძლება იყოს ადამიანი სიგარეტზე ძალიან დამოკიდებული და ნუ უბრალოდ ცუდად ხდებოდეს, როცა სიგარეტი არ აქვს, ხო? ეგ იმაზე აღარ ვამბობ უკვე ეგ ნარკოტიკებზე ან სასმელზე, ხო? ანუ ყველას გვაქვს რაღაც მიჯაჭვულობა, რაღაც საყრდენის ძიება ეს მიჯაჭვულობაში, რაც გადადის ყველას გვაქვს. აი ძალიან კარგი პერიოდი არის, ჩავდივართ ამ მიჯაჭვულობებში. და აი პლუტონს ახასიათებს თვითონ მართავს ქირურგიას. აი პლუტონიანელები ხშირად ქირურგები შეიძლება იყვნენ ხოლმე. ან მერვე სახლის გავლენით ვინც არის მაგალითად, ან მორიელური სტელიუმის გავლენით ვინც არის და პლუტონს უყვარს რაღაცების ქირურგიულად ამოჭრა, რასაც ქვია. ეს ტკივილით გათავისუფლება არის. ეს არ არის იუპიტერიანული გაფართოება, რომ ეხლა მივხვდი ყველაფერს და რაღაც არ გამოდის, იქვე სხვა რაღაცა გამოვა, ხო? პლუტონი ყოველთვის ტკივილთან არის დაკავშირებული, თუნდაც ჰარმონიული ასპექტები იყოს, თუნდაც ეს რეტროგრადული პლუტონი ზუსტ ტრიგონს აკეთებდეს ჩვენს პირად პლანეტებთან. მაინც მანდ არის ხოლმე ცოტა ტკივილი, ოღონდ ეს ტკივილი მე თითქოს ჯილდოვდება ჰარმონიულ ასპექტს ეს ახასიათებს. თითქოს აი აქ გამომიშვეს სამსახურიდან, ძალიან მეტკი ნაგული დამწყდა, მაგრამ მე კარგი სამსახური შემომთავაზეს. მაგრამ აი ეს დანაკარგის განცდა ჰარმონიულ ასპექტში შემოდის ხოლმე და როგორც წესი, აი ესეთ ტკივილებსაც იძლევა. თუნდაც შეიძლება სიგარეტსავი დავანებო, მაგრამ ეს არ იქნება მარტივი, ხო? თუ ახლა აქტიური მწვეველი ვარ, ამ ჩვევისგან გათავისუფლება სჭირდება, აი რაღაც ქირურგიულად, ხო? აი აი ტკივილით უნდა გამოვისყიდო ის მიჯაჭვულობა, თითქოს ესეთი ენერგია არის და აი ასეთი თვითრეფლექსიისთვის ეს არ არის, აი ესეთ პერიოდია, ეს არ არის პერიოდი, აი ხომ მე რაღაც დიდ კომპანიაში ჩემი ძალაუფლება განვამტკიცო სიტყვაზე ან ვიბრძოლო რაღაც ისეთი დიდი გავლენებისთვის, უფრო თვითრეფლექსიური არის. გავლენები მომივა, თუ მე პასიურ პოზიციაში გადავალ და გავუშვებ ატმოსფეროში იმ ემოციას, რომ ეს რაღაც ჩემზე აღარ ზემოქმედებს. და ბევრიც იგრძნობს კიდეც ამას, რომ აი შეიძლება კონდეთ ეს განცდა, რომ თუ რამეზე იყვნენ მიჯაჭვულები, აი ხლა ეძლევათ შანსი გადააფასონ და გაუშვან და არა ის რომ ფიზიკურად გაუშვათ, ემოციურად, ენერგეტიკულად გაუშვათ რაღაცები, რასაც ვეჭირეთ აქამდე, რასაც აი ობსესურად ვიყავით ჩაბღაუჭებული. ან შეიძლება აი ამ ჩაბღაუჭებაში დავკარგოთ რაღაცები და გავაცნობიეროთ, რატო დავკარგეთ. რას ვაკეთებდით არასწორად მანდ, ხო? ხანდახან არის ხოლმე, რომ ის რაღაცაზე რო ვართ დამოკიდებული, რაღაც მინდა ძალიან, ხო? და ანუ ამაზე ან რაღაცის მეშინია ძალიან, ხო? და ესე ვარ ჩაბღაუჭებული და მანდაც არის ესეთი ტკივილი მისაღები, რომ უნდა გავაცნობიეროთ, რომ აი ეს მიჯაჭვულობა რას ემსახურებოდა, რა შიშები მაქვს, რა გზით მოვდიოდი არასწორად, რამაც მე ეს ნენელა ჩამომიყალიბა, ხო? ანუ აქ ყველა ვარიანტში იმაზე არ არის, რომ ახლა ძალაუფლება ვიპოვოთ, რომ ეს რაღაცები გავაჩეროთ. აქ უფრო ფსიქოლოგიურ ძალაუფლებაზე არის ლაპარაკი, როცა ჩემზე აღარ მოქმედებს უკვე ეს, მე გაცნობიერებული მაქვს, რომ თუნდაც ის გაცნობიერებული მქონდეს, რომ მე შვილის ცუდად ყოფნის კი არ მეშინია, მე რაღაც ტრამვები მაქვს, რომელმაც ეს შიში ჩამომიყალიბდა და იქ წავიდე თერაპიულად, იქ ჩავიხედო, იქ გავაცნობიერო და აქ შევხვდები აუცილებლად რაღაცა ტკივილს, რაღაცის გამომშვიდობებას, რაღაცის დანაკარგს. ზოგჯერ იცით, თერაპიულ პროცესში ხშირად ვაკორდები ხარ, როცა პირად რუკაზეც გვაქვს ხოლმე ჩვენ ესე ჩართვა, ცოტა თერაპიულად რო შევდივართ. აი ზოგჯერ აი პლუტონი მზის ასპექტისას მაგალითად, აი უტირია ადამიანს, რომ ან მამას კარგავს ზოგი მაგალითად, ან მამის რაღაც ურთიერთობას, მამის არქეტიპი ან მეუღლესთან ურთიერთობას თითქოს აი ცრემლებამდე არიან ტკივად და ზოგჯერ ყოფილა, რომ უფრო ტკივილი შეიძლება იყოს, რომ აი რო არ იყო არასოდეს ჩემთან ზოგს მეუღლე, რომელთანაც გაატარა 30 წელი და
რეალურად მარტო იყო მეუღლესთან ერთად მაგალითად და ამას დასტირიან ხოლმე, ხო? ეს ნათალურ რუკაში გულისხმობ. და აი ეს დანაკარგი არის და ამასთან შეხვედრა არის საჭირო, იმიტომ რომ თუ ჩვენ ამას არ ვაცნობიერებთ, იქ სხვა ობსესები გვექნება, სხვა შიშები შეიძლება გაგუჩნდეს და სიამტვილეში ეს შიშები იმას უკავშირდება, რომ მე სადღაც ცოტა ან მიტოვებული ვიყავი, ან მარტო ვიყავი, ან სხვები აკონტროლებდნენ ჩემ ცხოვრებას, ან ჩემ ხელში რეალური პროცესები არ იყო. და მე მჭირდება ხოლმე გარეთ შევქნა ეს, ხო, რაღაცადღაც. ან კონტროლში გადავიყვანო ყველაფერი, აი, ხშირად მთვარე პლუტონით არიან მაგალითად, ან პლუტონი პირველ სახლში, რომ რაც არ უნდა ტკივილს შეხვდნენ, ან სატურნი მორიელებსაც ახასიათებთ ესეთი რაღაც, ან სატურნი პლუტონი ერთად, რომ ძალიან ღრმა ემოციებს იკავებენ და ესეც კონტროლი არის. პლუტონი კონტროლთან არის დაკავშირებული, რომ მე რო გავიხსნა, ნუ პლუტონი ტოტალურ უნდობლობასთან მივდივართ გარე სამყაროს მიმართ ზოგადად, იმიტომ რომ რეალურად ახლა სუბიექტურად და ობიექტურად და ყველა კუთხით რო შევხედო ცხოვრებას, უცებ არ ვიცით რა მოხდება, შეიძლება უცებ რაღაც უბედურება დატრიალდეს იქება და უცებ ჩემ ორგანიზმმა რაღაც დაემართოს, ხო სიტყვაზე, ანუ უსაფრთხოება, რეალური უსაფრთხოება, სამყაროში არ არსებობს. ვიბადებით თუ არა, უკვე სულ შეიძლება საფრთხე იყოს. ადრე გამოქვაბულის პერიოდში ან ვეფხვი შეჭამდა ადამიანს, ან რაღაც ცხოველი მაგალითად, ეს მუდმივად იყო, ხო? და ახლა მეტნაკლებად უსაფრთხოება მოიპოვა ცივილიზაცია, მაგრამ ომები შეიძლება იყოს და უცებ დრონი დაგაფრინდეს თავს სიტყვაზე, ხო? ანუ რეალურად იდეალური უსაფრთხოების მიღწევა არ არსებობს. და ზუსტად ამაზე რეაგირებს პლუტონი. მან იცის, ჩვენ ვიცით, რომ შეიძლება, რომ არ ვენდოთ სამყაროს, შეიძლება, რომ არ ვენდოთ გარემოებას და იქ მერე კონტროლის სურვილი ძლიერდება, ხო? და ზუსტად ეს პერიოდი არის ამ ყველაფრის გასაცნობიერებლად ხოლმე ეს რეტროგრადულობის ფაზა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც 4-3 გრადუსზე და 2 გრადუსზე იმოძრავებს ახლა პლუტონი, ყველაზე მეტად ვის შეიძლება შეეხოს. ესე იგი, პირველ რიგში აქ არის მერწყულებთან დაკავშირებით, მერწყულებს, ვისაც მეორე გრადუსზე, მესამე გრადუსზე, რამე პლანეტა ყავთ მაგალითად, ან ზოდიაქოთი მერწყულები არიან. ან ლომის პირველი გრადუსები არის, განსაკუთრებით მათ ეხებათ ხოლმე, რაღაც დაძაბულობა, ვის განცდა შეიძლება იყოს, რაღაც ტრანსფორმაციის, ან იცვლება არის ეს ზოგისთვის, რომ სადღაც უნდა გათავისუფლდნენ ძველი ტრამვებისგან. აი რაც ან უნდა გაუშვან, ან არის ფსიქოლოგიური საკითხები რომ უნდა გაუშვან, ან შეიძლება იყოს პირიქით ძალაუფლების სურვილიც ახლა მზე რო არის, მან შეიძლება ზეწოლა იყოს გარემოსგან, რომ ჩვენ დავფიქრდეთ, რომ აი რაღაცას რო არ ვაკონტროლებდი აქამდე. აი ახლა შეიძლება ამას ხედავ უკვე ამის შედეგებს და შეიძლება დავინახო, რომ სადღაც მე არ ვიყავი მსად, ხო, აი ამ ყველაფრისთვის, რომ ცხოვრების, აი ამ უსაფრთხოების ზონისთვის მიმექცია ყურადღება, ხო, სადღაც. და ეს ყველასთან დამოუკიდებლად არის, ვის სადღაც ხარ, რომელ მართველი არის, ახლა უკვე სახლების სისტემას ვიყენებთ, უკვე ფორმულები რო გავიგოთ, რა შეეხება ზოგთან შეიძლება ფინანსებს შეეხოს, ზოგთან პირად ცხოვრებას შეეხოს, გააჩნია, ახლა მზე, ან ვენერა, ვისაც რა პლანეტა ყავს, საიდან მოდის. პირველ გრადუსებზე, ახლა იუპიტერი მაგალითად, როცა გადავა ახლა ზაფხულში იუპიტერი ლომში, ამაზე გავაკეთებ ვიდეოს აუცილებლად და აქ იქნება სუსტი ოპოზიცია, იუპიტერი გააფართოვებს, გაადიდებს პლუტონურ ენერგიებს. და პლუტონური ენერგია, ნუ თან აი ამ ფაზაში ხო, რეტროგრადულობის ფაზაში, როცა გაადიდებს აი ამ პლუტონის ენერგიას, ხო, ნუ იუპიტერი ლომი ძალიან ინდივიდუალისტი არის. ანუ ვისაც ნათალურში ყავს მაგალითად იუპიტერი ლომში, ზოგადად ყველაზეც გავრცელდება ლომის ენერგია, ხო, რომ აი ჩემსა და პლუტონი მერწყული ეს არის ჩვენ ენერგია, ხო, ხალხი მასები არის და რაღაც ეგოების და მასების დაჯახება შეიძლება იყოს, შეიძლება გლობალური პოლიტიკური თემა ჩაირთოს, მაგრამ ეს ყველაზე მოახდენს გარკვეულწილად ან ფსიქოლოგიურ ემოციურ დონეზე, ან რეალურ ცხოვრებაში გააჩნია ვის რა ტრანზიტები აქვს. ახლა ვისაც ეს ოპოზიცია შეეკრება, ვისაც ნათალურში ყავს იუპიტერი მაგალითად და ეს ასპექტი შეეკრება სიტყვაზე, ხო?
და აქ იუპიტერი, პლუტონი და მეორე იუპიტერიც ერთად ექნება სიტყვაზე, პირველ გრადუსებზე ვისაც აყავს, პლუტონმა იცის, როგორ იცით, ან ძალაუფლებას გვაძლევს იუპიტერთან აფართოებს ჩვენ ძალაუფლებას. არა მე მოგკითხავს ხოლმე ამ ძალაუფლებას. და თუ ჩვენ საცდურივით არის, თუ ჩვენ არასწორად გამოვიყენებთ ამ ძალაუფლებას, იქ შეიძლება გავლენები მივიღოთ, იქ შეიძლება ან პოლიტიკაში, ან ბიზნესში, ან სოციალურ წყობაში, ან პარტნიორულ ურთიერთობებში და მე აუცილებლად მოგკითხავს ხოლმე ამას, ან გაგვანულებს, აგვართმევს, ან რაღაც დიდ პრობლემებს მოიტანს, ან პირიქით დიდი შემოსავლებით შეიძლება მოიტანოს. ვისთან როგორ, ხო? მაგრამ თვითონ ანუ ეს ფაზები კიდე გვაქვს წინ პლუტონი რო კიდე კარგად გამოავლენს საკუთარ თავს. მაგრამ ან ლომის ზოდიაქოსთვისაც პლუტონის ოპოზიცია საწყის ფაზაში ვიც არიან ლომები, ოღონდ პირველ 4 გრადუსზე ვისაც აყავს განსაკუთრებით მასზე ოპოზიციას იმუშავებს, აქედან იუპიტერი შემოუვათ, იქიდან პლუტონი და ლომები ცოტა ისე იქნებიან, საწყის ლომებს განსაკუთრებით გულისხმობ, ხო ზოდიაქოთი ლომებზე არის აქ საუბარი. შეიძლება კონდეთ ზუსტად ეს განცდა, რომ აქედან რაღაც იღბალი მოდის, თითქოს ამოვისუნთქე, თითქოს რაღაც გაფართოება მიდა, ხა იქ ძალიან ბევრი რაღაც ხდება რუკაში და მარტო ამ ასპექტებზე არ არის. ასტროლოგიაში უბრალოდ ყველანაირი ასპექტი ესე ფაზლება, იკინძება, ნენელა და მთლიან სურათს მე რო ხედავთ ხოლმე რეალურად როგორ მუშაობს. ერთი ფაზლი, ერთი ენერგია არის, რომელსაც ჩვენ ვიგრძნობთ, მაგრამ აი ესე აქედან გამომდინარე გეუბნებით თქვენ, რომ ეს ფრაგმენტი მნიშვნელოვანი იქნება. ოღონდ არა წამყვანი, ხო იქ უკვე მთელ რუკას გააჩნია. და აი ამ ლომურ ენერგეტიკაში იქიდან ისედაც არის დაძაბულობა პლუტონის, ხო ხარშერის მანამდე კეჭხებებმა გავიარეთ ეს ოპოზიცია, ზოდიაქოთი კეჭხებებმა და ეს ტენდენცია იყო, ეს გავიარეთ ჩვენ, როდესაც იყო გავლენები, იყო ძალაუფლება იყო, ну ძალაუფლება ესე პირობითად ხო განები შეიძლება ახლა მე ძირითადად თერაპიულ პროცესში ვიყავი აქტიურად მაგ პერიოდში. და ვერ ვიტყვი ხა რომ რაღაცა ისეთი რთული იყო, ხა ბევრი კითხები არის, ხო? აქ უფრო კონტექსტს გააჩნია, აქ უფრო სახლს გააჩნია, რომელ სახლში არის ეს ყველაფერი ინდივიდუალურ რუკებში, მაგრამ ზოგადად რო პლუტონური ენერგია იგრძნობოდა, ეგ ნამდვილ შემძლე აღიარო. ძალიან სერიოზულად თან პლუტონი ძალიან დიდი ხანი გადის ნიშანში და ძალიან დიდი ხანი ახდენს გავლენას ჩვენზე. ამიტომ უფრო ზუსტი ოპოზიცია არის ხოლმე აქ მნიშვნელოვანი, ვიდრე ზოგადად ახლა 15 წელი, 20 წელი რო გადის პლუტონი ერთ ნიშანში, ხო? ამიტომ აი შეიძლება ეს რეტროგრადულობის ფაზა იყოს მნიშვნელოვანი, როცა სამ შეხებას აკეთებს პლანეტასთან, ან სამ შეხებას ოპოზიციასთან, აი ეს არის ხოლმე განსაკუთრებით აქ მნიშვნელოვანი, რასაც ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას, მაგრამ როგორც შეეხება აი ახლა რაც ყვასაც უყვებოდი, ზოგისთვის ეს იქნება ძალიან აქტუალური და ძალიან დატვირთული და აი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ზუსტად მიჯაჭვულობებზე მუშაობა, ფსიქოლოგიურ გაძლიერებაზე მუშაობა, რომ აღარ ვიყოთ რაღაც შიშებზე დამოკიდებული, ხა ყველას გვაქვს ჩვენი სუსტი წერტილი. მეც ვიცი ჩემი სუსტი წერტილი რა არის მაგალითად და ну როგორც წესი პლუტონურად იმის გაშვება ხელიდან ცოცხალი თავით არ გვინდა, ხო? იმისი რასაც ობსესურად ყავართ დაჭერილი. შეიძლება ძალიან ძლიერად იყოს, შეიძლება ახლა ყველა ვართ რაღაცაზე, ხო? დაჭერილი. და აი ამაში, ხა რა თქმა უნდა, აქ სრული გათავისუფლება არ გამოვართ ერთ ვარიანტში, მაგრამ როდესაც თუ ეს არის გადაჭარბებული ეს მიჯაჭვულობები, რომელიც უკვე რეალურად გმართავს აქეთ, სერიოზულად, აქ უკვე აი ეს ტენდენციები პირადი რუკიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტად მუშაობს, აი ამას უნდა დააკვირდეთ, ხო, სხვისთვის ეს იქნება უკვე აი მთელი ეს რეტროგრადულობის ფაზა იქნება გამოკვეთილად ამ ტრანსფორმაციების პერიოდი, ძალაუფლების, აი ამ შიდა ოფსესთან ჭიდილი იქნება. და არაგარე ძალაუფლებები, მაგალითად, არაგარე კონტროლი ვიღაცის, ხო? და შეიძლება ეს გარე კონტროლი გაძლიერდეს და ვერაფერი ვერ ვქნათ და აუცილებლობა გახდეს, რომ შიდა კონტროლზე ვიმუშაოთ, ხო? შიდა მიჯაჭვულობებზე ვიმუშაოთ. აი ეს არის ზუსტად ეს რეტროგრადულობის ფაზა და დააკვირდით ამ პერიოდს,
თან ამ პლუტონის რეტროგრადულობაზე ბევრი რაღაც მოხდება, ახლა იუპიტერიც გადავა, მაგალითად, ბევრი კიდე სხვა ასპექტებია, კიდე შემოგთავაზებთ ამას, ჭანჭიკებად ესე შევაგროვებთ თან ახლა 31-ში მნიშვნელოვანი სავსე მთვარეობა გვაქვს 31 მაისს მაგალითად, მაგაზეც ცალკე გავაკეთებ ვიდეოს და ბევრი რაღაცები ხდება ხალმეცაზე. ხა მე მოგლახდეთ რომ გითხრათ არ ვითვალისწინებ ყველაფერს მიუხედავად იმისა რომ ასტროლოგიაში ახლა რამდენი წელია ვარ, მაგრამ აი ესე რომ ვუყურებთ ახლა ცაზე სულ მუდმივად რაღაცებს ნაკლებად, იმიტომ რომ აზრიც არ აქვს, იმიტომ რომ იცით როგორ რაღაც არის, თვითონ ვხვდები ხოლმე, შინაგანით როცა კონტაქტი გაქვს რაღაცნაირად ჩვენ თავთან დაახლოებით ხვდები ხოლმე ხა მაგალითად დღეს და ხვალ ურანიმის შეერთება არის და ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ენერგიის მქონე პერიოდი არის, გავაკეთე ამასაც ვიდეო და მქონდათ უკვე არასასიამოვნო მოულოდნელობები, ზოგს მაგალითად, ზოგს კი არა ბევრს ჰქონდა და ზოგადად ეგეთი ტენდენციები არის და როცა ახლა რა საჭირო არის რომ გავიკოთ, ხო, როცა ვხედავ, მაგრამ არის დაგეგმისთვის ეს მნიშვნელოვანი, რომ ამ პერიოდში რაღაც ისეთი არ დაიგეგმოს ან ისე დაიგეგმოს, რომ გავითვალისწინოთ ზოგადი ტენდენციები, გვახსოვდეს მაინც უბრალოდ, მაგრამ ამაზე არ ვიყავთ დამოკიდებული, ხა? იმიტომ რომ იმდენივე ხდება პირად რუკაში, ზოგადად ინდივიდუალურ რუკებში, რომ ეს კიდე ცალკე თემა არის. მოკლედ, ჩემი რჩევა იქნება ჩემი თავისთვისაც მეტი თვითრეფლექსია და მეტი თერაპიული ჩაღრმავება, ახლა გათავისუფლება მიჯაჭვულობებისგან, რაღაც ემოციური ესეთ ბლოკების მოხსნა, იმიტომ რომ პლუტონი ეს არის ენერგეტიკაზე მუშაობა, არის მთლიანად, ხო? აი ფსიქოლოგია რო ამბობს, რომ აი ეს დაძაბული ფსიქოსომატიკა რა არის, ხო, რაღაც დაძაბული კვანძები, რომელიც მე ორგანოზე ენერგეტიკულად ახდენს ეწოლას. აი ეს არის პლუტონი ჩვენთან. პლუტონური ენერგია, ენერგიაზე მუშაობა და ხდება ენერგიაზე მუშაობა აზრით და ემოციით. ხო? ემოცია ქმნის ენერგიას, აზრი ქმნის ემოციას, ემოცია ქმნის ენერგიას და აი ამ ხაზით შეგვიძლია ხოლმე ჩვენს ხეულზე, ჩვენ ბედზე, ჩვენს წარსულზე და ჩვენ მომავალზე ზემოქმედება. ეს არის რეალური ძალაუფლება, ხო? და აი ზუსტად ეს პერიოდი იდგება. იმედია გასაგებად ავხსენი, იმედია და გაინტერესათ თქვენს ამ ვიდეო მაგალითად და ველოდები ხოლმე კომენტარებს და დროებით მეკობრება.